პროტესტი, რომელიც ასე გამოიყურება. ესენი არიან არარაობები, აი შეხედეთ. ავიძი ნახვი რა. რუსაი კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე, ჯოხალეებით რო იქცე. შენ საკეთოში არ მეიცხოვრო შენ. ნაგავი ხარ შენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არ ეგ არის ნაძირლების ხროვა. პროტესტი, რომელიც პატრიოტიზმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოზუნგებით იბუთება. ჩვენ გვჭირდება ერთად ყოფნა, პროტესტი. გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი არის იმაში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. ქვეყანა ჩვენია. ჩვენ უყურებთ ყველაზე საამაყო, ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას, წინააღმდება გობა არის ჩვენი გენეტიკა. დამაჯერებელი არ არის, არც გადამდები. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობას, ზისხს, დაუნდობლობას. რას საერთო შეიძლება ქონდეს ამას უფლებების დაცვასთან, პატრიოტიზმთან, თავისუფლებასთან? ხო, გასაგებია, რომ ამ ისტორიის მიზანი მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომაც არის ეს პროტესტი ფარსი. არადა, გამოსვლებში მგზნებარე ფრაზებს და ლექსიკას იყენებენ. ისე ჩანს, თითქოს ხალხს იცავენ, რომელსაც არჩევნებზე თურმე ხმა წაართვეს. მთელი დასავლეთი არის მოლოდინში ჩვენი პოზიციის და ქართული ხალხის უმრავლესობის პოზიციაა, რომ არჩევნები ნაკურდალია. აქციებზე თურმე გამოხატვის თავისუფლება მოპარეს. რატო არ გისმენთ ახლა ოლიგარქის აი რატო უნდა მომისმინოს, სწორი ბაზარი არა. რუსი ხარ და მოღალატე ხარ. მედიაში სიტყვის თავისუფლება ჩაუკეტეს და ევროპულ მომავალს აშორებენ. მედიის წნეხისთვის არ გაუძლია არც ერთ ხელისუფლებას და ვერც გაუძლებს ვერც ეს. ფსევდოლიბერალების სათვალიდან ხალხი სუსტი და დაუცველია. მათი წმინდა ვალიკი ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. მაგრამ სინამდვილეში ამ პროტესტის მთავარი ღირებულება ადამიანის გაბრაზება, მისი ქუჩაში გამოყვანა, მსხვერპლად გაფორმება და მართვა. ამიტომაც არის ეს ისტორია ფარსი. რამდენიმე წლის წინ მსხვერპლად მიხეილ სააკაშვილი დაბრენდეს. ჯერ მან დაიწყო შიმშილობა. მერე სოლიდარობის აქციები გამართეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხდებაო. ყველას, ვინც ამ პროტესტში არ მონაწილეობდა, აბულინგებდნენ. ადამიანი კვდება, თქვენ კი შორიდან უყურებთ, სოლიდარულებიც კი არ ხართ. მის გადასარჩენად არაფერს აკეთებთო. ბოლოს მიშა კვდებას ფლეშმობზეც გადავიდნენ. თან ამბობდნენ კვდებაო. საათების ამბავი იყოს, ასე ვთქვათ, მისი ესეთი დრამატული შაქრის ვარდნის გამო კოლაფსი. ნებისმიერ საათს, ნებისმიერ წუთს მისთვის შეიძლება ყველაფერი ფატალურად განვითარდეს. მიშა შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკვდეს. იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტი არის სიკვდილის პირას. შეიძლება რამდენიმე საათში კატასტროფის წინაშე დავდგეთ. პრეზიდენტის სიკვდილის პირას არის სააკაშვილი მკვდარია. ფაქტია ის, რომ მოვედით ამ სიტუაციამდე, როდესაც სააკაშვილი კვდება ციხეში. თან ეძახდნენ, არ შეწყვიტო შიმშილობა, თორემ როგორც პოლიტიკოსი გაქრებიო. ვერც შიმშილობის შეწყვეტისკენ მოვუწოდებდი მე სააკაშვილს, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ეს ვაჭრობისკენ მოწოდების თოფასი იქნებოდა. მისგან მსხვერპლი შექმნეს და სარფიანად გაყიდვას ცადეს. მასზე აიგეს პოლიტიკური კარიერაც, ცნობადობაც, შემოსავალიც და კომფორტული ცხოვრებაც კი. ერთხელ ნიკა მელია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც იყო, თქვა: ყოველ დღე 31 დეკემბერს მიშა კვდება, მიშა ხვალამდე ვერ გაძლევს, მელია რას აკეთებს, სადახარ, ასე შემდეგ. ყოველ დღეში სამჯერ ყავდნენ კაცო, დილით, დღისით და საღამოს და ღამითაც, 4 ჯერ. ნიკა გვარამიაკი, რომელიც მაშინ ციხეში იჯდა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტისთვის იბრძოდა, წერდა: საოცარი სურათია, მიშა კვდება და ერი დუმს. ასეა, ტრაგიკულ მომენტებშიც კი საკუთარი ინტერესები არ ავიწყდებათ. ახლა ასეთივე მეთოდებით მსხვერპლად მზია ამაღლობელს ბრენდავენ. ყველაფერი იგივეა. ისევ იმართება აქციები, ისევ გუგუნებს პროპაგანდა, ისევ საუბრობენ სიკვდილზე. რეალურად ამ ადამიანის გადარჩენის საკითხი დგას ახლა, გათავისუფლებისაც არა.
შიმშილობიდან 21 დღესაც კი არავის მისთვის შიმშილობის შეწყვეტა არ უთხოვია. მათ შორის არც ელენე ხოშტარიას, რომელიც თავადაც შიმშილობდა და კარგად იცის, რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული. სხვათა შორის, მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. მოწოდებამ გაჭრა, შიმშილობა მან მართლაც შეწყვიტა. თუმცა თავად მზია ამაღლობელს შიმშილობისკენ აქეზებს. მე მის საქმეში ვერ ჩავერევიო. სოციალურ ქსელებში მიშა კვდებას მსგავსი ფრაზები გაჩნდა. ნიკა გვარამიაც ამბობს, რომ ის კვდება, რომ ხვალ შეიძლება გონზე ვერ მოვიდეს, რომ მას აწამებენ. არც წყალს აძლევენ და არც საპირფარეშოში უშვებენ. დღეს შეიძლება ის ნორმალურად გამოიყურებოდეს და ხვალ უბრალოდ გონზე ვერ მოვიდეს, ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს. ადამიანი, რომელსაც არ დაალევიეს წყალი საათების განმავლობაში, ჩვენ აქ რეალურად გვაქვს წამების ფაქტი. ელოდებიან, როდის მიიღებს ეს ისტორია დრამატულ ან ტრაგიკულ ხასიათს. ნინია კაკაბაძე მაგალითად მზია ამაღლობელს შიმშილობის შეწყვეტას არ ურჩევს. უშვებს, რომ შეიძლება მოკვდეს. სხვის სიცოცხლეზე იოლად საუბრობს. მათ შეიძლება მოკლან მზია ამაღლობელი, მაგრამ ისინი ვერ გატეხავენ მზია ამაღლობელს, ვერ ასოდეს. დაძაბულობას გრადუსს პროპაგანდისტებიც უწევენ. მთავარი არხი, TV პირველი, ფორმულა, მსხვერპლის შექმნაში მონაწილეობენ. მისი სიცოცხლე საფრთხეშია. შიმშილობის მე-18 დღე კრიტიკული და კრიზისულია, მაგრამ მზია უარს ამბობს შეწყვეტას შიმშილობა. ცვლილებებს ქალის ხმა აქვს და ეს ქალი 19 დღეა შიმშილობს. არავინ ეუბნება შეწყვიტა შიმშილობა, გაუფრთხილდი ჯანმრთელობას. ასე რომ ეს ისტორია ადამიანის უფლებებს არ ეხება. ეს ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. ამიტომაც არის ეს პროტესტი ფარსი. ამ ფარსს ეთიკის თავისი კოდექსიც აქვს. ეს კოდექსი ყველა უფლებას მხოლოდ გაბრაზებულ მსახიობს, გაბრაზებულ ჟურნალისტს, გაბრაზებულ აქტივისტს, გაბრაზებულ ჯენსს ანიჭებს. მათ უთხრეს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციელს შეუძლიათ მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ, ხელი გაარტყან, სახელმწიფო შენობებს შეუძლიათ ცეცხლი წაუკიდონ, ქართული ოცნების მხარდამჭერები შეუძლიათ აბულინგონ, თავად ხელისუფლებას კი ყველა მეთოდებით ებრძოლონ. რა გასაკვირია, რომ პროტესტი თავიდანვე ძალადობით დაიწყო. შემდეგ ზიზღში გადაიზარდა. კონკრეტული აქციებიც წამოიწყეს. მაგალითად, ჩაუფურთხე ქოთს რესტორანში, კაფეში, ბარში, მაგალითად გააწანის სილა რეჟიმს, მაგალითად მოკალი ქოცი. და არ აქვს მნიშვნელობა შვილებთან ერთად ხარ თუ პირად სივრცეში იმყოფები. ყველგან დავალებული აქვთ მოგძებნონ და გაბულინგონ. და თუ გაბედავენ და დაგიჭერენ ოპოზიციას თავისი პროპაგანდისტებით, NGO-შნიკები თავისი დონორებით და საელჩოები თავისი პატრონებით შენს გადასარჩენად იბრძოლებენ. იტყვიან, რომ არავის აქვს უფლება დაგაკავოს, იმიტომ რომ უსამართლობას ებრძვი. თავისუფლების მხარეს დგახარ. ახლა რეჟიმი ცდილობს ეს ადამიანი ციხეში გამოამწყვდიოს, რომ საქართველოში თავისუფალი ხმები აღარ ისმოდეს. ყველას დაარწმუნებენ, რომ შენ უმწეო ბავშვი ხარ. ამაყი აჭარელი ქალი ხარ, უბრალოდ ქალი ხარ, ჟურნალისტი ხარ, მსახიობი ხარ და არ შეიძლება პატიმრობაში იყო. ამ ახალგაზრდებს ისინი ჯერ თამამ მებრძოლ და თავისუფლებისთვის მოყვარულ ჯენს თაობად მოიხსენიებდნენ. ძალადობისკენ წააქეზეს და ისინიც ხან პოლიციელს ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილს, ხან პარლამენტის შენობას აზიანებდნენ. ამბობდნენ, რომ წართმეულ ხმებს არავის დაუთმობენ. თუმცა, როცა დააკავეს, მაშინვე თქვეს, რომ რეჟიმმა ბავშვები დაატყვევა. თქვეს, რომ არ შეიძლება მსახიობი დააკავო. დაუშვებელია პასუხი ჟურნალისტს მოთხოვო. იმიტომ რომ ისინი ნათელი მომავლისთვის იბრძვიან და თუ ამ ნათელ მომავალში მილიონზე მეტი ადამიანის ადგილი არ არის, ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ეს ქვეყანა არის ევროპული. ზიზღს და ძალადობას თავისუფლებად და პატრიოტიზმად ფუთავენ. ასე ცდილობენ საკუთარი დანაშაულის გამართლებას, საკუთარი აქტივისტების კანონისგან დაცვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. მთელ სამ ფარსში სამართალდამცავები მაინც ერთ-ერთი მთავარი დეტალია. ისიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დეტალობით ხნებათ. დუმეტლიკინები შენაგებ ფანისვალდებოდნენ. ეს დეტალი აჩვენებს, რომ სინამდვილეში ისინი მხოლოდ ხელისუფლებისთვის იბრძვიან და არა უფლებებისთვის.
პოლიციელებზე შეტევით, მისი დამცირებით და დაბულინგებით ისინი ცდილობენ სახელმწიფოს ეს ძლიერი საყრდენი გამოაცალონ. ისინი დაასუსტონ, დაუცველობის განცდა გაუჩინონ, რომ მერე ქაოსი მოაწყონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ძალიან კარგად ესმის პირველ რიგში ოპოზიციას. მათ შორის კაცს, რომელიც ერთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ კი პრემიერი. მაშინ პოლიციელებს კბილებით იცავდა, აცხადებდა ყველა მოძალა და გამომჟღავნდება და პოლიციელზე თავდასხმისთვის დაისჯებაო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე, თავდასხმა იქნება შესაბამისად დასჯილი. ახლა პოლიციელზე ძალადობაზე მხოლოდ ირონიულად ეღიმება და ცინიკურად კითხულობს. ეთკინა? არ მინდა ეხლა მას სახელი ვთქვა რა. თulis რომ ეს მასზე თავდასხმა იყო. ხო, მაშინ უნდა გამოვიდეს და თვითონაც ინალაპარაკოს, სასამართლოს კი არ უნდა მოეფაროს. უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ის თulis რომ მასზე მოხდა თავდასხმა, რომ მას ატყინეს. არა მხოლოდ აბულინგებენ, სანქციებით აშანტაჟებენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი რეპრესიებით აშინებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ წესრიგის დამცველებმა დაუცველობა იგრძნონ და წესრიგი კი არ დაიცვან, აჯანყების მხარეს გადავიდნენ. ეს არის ახლა მათი მთავარი ფრონტის ხაზი. ზია ამაღლობელი ამ ფრონტის ხაზზე შესაძლოა შემთხვევით არ მოხვდა. მის მედია საშუალებას ბათუმელებს, მათ შორის ამერიკული ნედიც აფინანსებს. ნედი ერთხელ უკვე გამოიჭირეს რევოლუციური მოვლენების კულისებში. ის სპეცს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, მათ შორის ნედიც აფინანსებდა. CSKO-სგან განსხვავებული მონაცემებიც გამოაქვეყნა. ოპოზიციას არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საშუალება მისცა. ახლაც ნედი იქ არის, სადაც მთავარი ფრონტის ხაზი გადის. ამჯერად ბათუმელების უკან დგას. მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ხელწერილი დააწერინეს. მალევე გამოუშვეს, თუმცა გამოშვებიდან რამდენიმე წუთში ის პოლიციის უფროს ხელს კიდევს, თავისკენ აბრუნებს და ხელს ურტყამს. ყველაფერი ეს კადრში კარგად ჩანს. თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოპოზიციამ მისგან მსხვერპლის შექმნა დაიწყო. ამ კამპანიაში რატომღაც საქართველოში აკრედიტებული საელჩოებით ჩაერთნენ. 14 ქვეყნის საელჩო, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის, დანიის აცხადებენ, რომ მედიის თავისუფლება და გამოხატვის უფლება საფრთხეშია. პოლიციელის უფლებები რატომღაც არც მათ აინტერესებთ. დემონსტრაციულად იკავებენ ამაღლობელის მხარეს. დგებუაძეს ფაქტობრივად დამნაშავედ აცხადებენ და ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ. Symbol now of democratic European Georgia. მზია დემოკრატიული და ევროპული საქართველოს სიმბოლოა. ის ხალხი კი, ვინც ის დააკავა და ციხეში ჩასვა დიქტატურის სიმბოლოები არიან. ის ციხეში არ უნდა იჯდეს და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მე მხარს ვუჭერ ამ მშვიდობიანი პროტესტის ყველა მონაწილეს, რომელიც რეპრესიების მსხვერპლია. მე მხარს ვუჭერ მზიას პროტესტს. ეს სახიფათო და სარისკოა, მაგრამ უსამართლობა ზოგჯერ ასეთი რადიკალური ზომებით უნდა დაუპირისპირდე. არადა თითოეულის ქვეყანაში პოლიციელის ხელშეუხებლობა და დაცულობა სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია. ვერც მსახიობი დადგება სამართალდამცავების ზევით და ვერც ჟურნალისტი. საერთოდაც დანაშაულს არც ეროვნება აქვს და არც პროფესია. ნებისმიერმა შეიძლება კანონი დაარღვიოს. არავინ და ვერავინ ვერ მიიღებს ინდულგენციას. ნებისმიერი, ვინც სამართალდამცველის წინააღმდეგ ხელს აღმართავს და იძალადებს, დააპატიმრებენ და გაასამართლებენ. მაგრამ თუ მისი დასუსტება გინდა, მაშინ მოძალადის მხარე უნდა დაიკავო. მზია ამაღლობელი არის ყველაზე უფრო საგანგაშო მაგალითი ამ აზრზენი პოლიტიკური დევნისა. სალომე ზურაბიშვილი მაგალითად ასე მოიქცა, როცა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. გრიგორიადისმა პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. სამართალდამცავმა დამწვრობა მიიღო. თითქოს მარტივია, როცა მოძალადეს უჭერ მხარს. ესე იგი ძალადობას აქეზებ. წესრიგის დაცვა არ გჭირდება და ქაოსის გამოწვევა გინდა. წესრიგიდან ქაოსამდე გზა კი პოლიციის დასუსტებაზე მიდის. სწორედ ამას ცდილობენ ახლა მათ შორის საელჩოების წარმომადგენლებიც. ლაზარე გამოუშვეს აქციის მონაწილეებმა, ზურაბიშვილმა, პროპაგანდისტებმა და ოპოზიციამ მის მაშინ გმირად შერაცხეს და ეს სხვებმა დაუსჯელობის სიგნალად მიიღეს. ახლა არც მსახიობს ესმის რატომ უნდა იჯდეს და არც მედიის წარმომადგენელს. ზურაბიშვილი ვერტიკალზე აღარ ჰყავთ, ნინო ლომჯარია ომბუდსმენი აღარ არის.
ამიტომაც წინა ხაზზე ელჩები გამოვიდნენ. მაგრამ დიპლომატები უკვე სასამართლოს საქმეებშიც ერევიან. გამოდის, რომ ეს ელჩები ერთის მხრივ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აღიარებენ. მეორეს მხრივ კი ყველაფერში ცხვირს ყოფენ. ისინი იტყვიან, ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე, ვინ უნდა დააკავონ და ვინ უნდა გამოუშვან. მაშინ რაში გამოიხატება ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემა და დამოუკიდებლობის აღიარება? ამიტომ არის მთელი ეს პროტესტი ფარსი. და ხალხმა იქ საკუთარი უფლებები და ინტერესები ბუნებრივია ვერც იპოვა და ვერც დაინახა. ამიტომაც სულაგებენ, გავლენებსაც კარგავენ და პატივისცემასაც.